სტუდენტურმა მოძრაობებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი რამ შეცვალა. სტუდენტების ხმა ისმოდა მაშინ, როცა ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას გაუქმება დაუპირა საბჭოთა რეჟიმმა. სტუდენტების ხმა ისმოდა 9 აპრილს, როცა ახალგაზრდები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსული რეჟიმი მათ სასტიკად გაუსწორდა. სტუდენტების ხმა ისმოდა წინა ხელისუფლების დროსაც, როცა დაიწყო ადამიანის უფლებების ხელყოფა და ახლაც ყველაზე მკაფიოდ ისმის სტუდენტების ხმა, როცა საქართველოს ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ გადაუხვია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზას და ქვეყანა რუსული საფრთხის წინაშე ღიად დააყენა. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ბათუმელი აქტივისტი გოგონები, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლარა ქარცივაძე და სამოქალაქო აქტივისტი ლინდა ცინცაძე. Madloba გოგონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. Პირველი, ვინც გაყალბებული არჩევნები გააპროტესტა და გაიფიცა, ეს იყავით თქვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და შემდეგ პრინციპში თქვენი მუხტი გადაედო საქართველოს სხვა რეგიონებს, სხვა უნივერსიტეტებს და აქედან დაიწყო ის მასობრივი პროტესტი, რომელსაც დღეს უკვე თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში თვალს ვადევნებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ხო? როდის დგება ის მომენტი, როცა აუდიტორიაში ყოფნის ნაცვლად ქუჩაში ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია. ლარა დავიწყოთ თქვენგან და შემდეგ ლინდაც გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. იქიდან დავიწყებ, რომ არჩევნებამდე საკმაოდ ეგზისტენციალურ კრიზისის ქვეშ ვიყავით, ქართველიერი, უნდა აგვერჩია როგორი მომავალი გსურდა, ევროპული მომავალი თუ გვინდოდა რუსეთისკენ გზა გაგვეგრძელებინა და ამას რეალურად გვაიძულებდა ჩვენი მოქმედი არალეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენი პროტესტი, რომელიც დაიწყო უნივერსიტეტში, იყო ძალიან სიმბოლური იმით, რომ რეალურად განათლების კერა, ამ შემთხვევაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც გავათენეთ თითქმის 10 დღე ვიყავით და მე-11 დღეს წავედით თბილისში და შევერთით საპროტესტო მოძრაობას. იყო იქიდან წამოსული, რომ რეალურად არ გვინდოდა იმ რეალობაში გვეცხოვრა, რომელსაც გვთავაზობდა სამწუხაროდ და გვაიძულებდა მოქმედი მთავრობა, რომ გვეცხოვრა. ეს იყო რუსული პოლიტიკური გეზის მცდელობა, რომ რეალურად რუსული პოლიტიკა ეწარმოებიათ საქართველოში. ამიტომ ჩვენი პროტესტი იყო ძალიან ღია და რეალურად არ ველოდით იმ ხელა გამოხმაურებას, რაც მოყვა მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ რეალურად შევქმნით ის მუხტი და ძალა, რომელიც დღემდე გრძელდება. ფაქტობრივად ერთი თვეა ხო, რაც ძალიან აქტიურ საპროტესტო მოძრაობაში ხარ ჩართული. გარდა იმისა ვთქვათ, რომ მაინც არის გადაღლა, დაღლილობა, აი ამის გარდა რა ემოცია თუნდაც აი ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა თქვენთვის? კი ბატონო, არჩევნების შემდეგ, მაშინ როცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ ევროპული მომავალი გაიმარჯვებდა, სამწუხაროდ სხვა რეალობა დაგვიდგა და რატომღაც საზოგადოება ჩავარდა ნიჰილიზმში. ჩვენ აქტივისტები და სტუდენტებიც დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ გვინდოდა რაღაც გაკეთება და ესე გულხელდაკრეფილი ჯდომა არ იყო ჩვენი საქმე, ამიტომაც ავდექით შევაღეთ უნივერსიტეტის კარი და უკვე ერთი თვე ამ რეჟიმში ვართ, იმიტომ რომ მართლაც ყოფნა არ ყოფნის საკითხი დღეს საქართველოს და შეუძლებელია რომ დანებდე და უარი თქვა ამ ყველაფერზე, რადგან როცა გამოდიხარ, როცა შენს გვერდით არიან თანატოლები და საზოგადოებისგანაც, თანატოლებისგანაც იღებ ამ ხელა მუხტს თანადგომას, ფიზიკურად არ აძლევ თავს იმის საშუალებას, რომ დანებდე, გაჩერდე და თან ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვართ ვიღაცისთვის მაგალითები და ჩვენ უნდა მივცეთ სხვას განსაკუთრებით მომავალ თაობასაც იმის მაგალითი, რომ არ შეიძლება დანებება და ჩვენ თუ ახლა გავჩერდებით, უარესი რეალობა დაგვიდგება. ამიტომაც გავაგრძელებთ ბრძოლას, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ დავებრუნებთ ქვეყნის ევროპულ. თუმცა ძალიან ხშირად, თუნდაც სოციალურ ქსელებში ან ზოგადად ისეც, ძალიან ხშირად ამუნათებენ ხოლმე სტუდენტებს, ეუბნებიან, რომ აი თქვენი ადგილი არის აუდიტორიაში, თქვენ უნდა ისწავლოთ, ქუჩაში კი არ უნდა იდგეთ. რა შეგიძლიათ უთხრათ აი ამ კატეგორიის ადამიანებს, ვინც აი ამ რიტორიკით საუბრობს დღემდე? როდის იღვიძებს სტუდენტური მოძრაობა, აი სტუდენტები როდის იღვიძებენ, როდის დგება ის კრიტიკული მომენტი და
ალბათ დღეს არის თქვენი შეფასებით ესეთი მომენტი, რომ სტუდენტებმა უნდა გამოიღვიძონ. კი ბატონო, იღვიძებენ, როცა ჩვენს მომავალს საფრთხე ემუქრება და ეს მე მგონი სწორი რეაგირება იყო სტუდენტების და ახალგაზრდების მხრიდან, რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა სტუდენტების და ახალთაობის მიმართ. უბრალოდ მინდა ვურჩიო, რომ უფრო მეტი სოლიდარობა გამოიჩინონ ჩვენს მიმართ, ახალგაზრდების მიმართ, რადგან ესენი არიან მომავლის ძალა და მომავალში შეიძლება რომ ეს ახალგაზრდები და სტუდენტები გარკვეულ პოზიციებზე იყვნენ და ამიტომაც ხელი უნდა შევუწყოთ ყველანაირად, აი მაგალითად ჩვენ რომ უნივერსიტეტში ვიყავით, ხშირად გვეკითხებოდნენ, ანუ რა გაძლიერებთ, რა ყოფნის ძალა და ერთ-ერთი მამოტივირებელი ძალა იყო საზოგადოების თანადგომა. ხან მოჰქონდათ საჭმელები, პლედები და ეს თანადგომა, აი განსაკუთრებით სოლიდარობის განცდები. კი ბატონო და რაღაცნაირად мотиваციას გაძლევს რომ არ დანებდი და არ გაჩერდი. ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ ოდესმე ეს ადამიანებიც დაფიქრდებიან საკუთარ პოზიციაზე და საბოლოოდ მაინც მომავალს დაუჭერენ მხარს. ლარა, თქვენ რას ფიქრობთ? რა შეგიძლიათ უთხრათ ამ ადამიანებს, რატომ არ უნდა იჯდეთ დღეს აუდიტორიაში და რატომ არის თუნდაც ქუჩაში დგომის დრო? არჩევნების შემდეგ სამწუხაროდ გქონდა ის პერიოდი, როცა ნიჰილიზმში ვიყავით გადავარდნილები, თუმცა ეს პერიოდი გადავლახეთ და მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა და დრო, რომ ვისწავლოთ და მივიღოთ განათლება, თუმცა განათლებას ხარისხი ეკარგება, როცა ის რაღაც კონკრეტულ სივრცეში არ არის აღიარებული. და ამ შემთხვევაში განათლება რომ იყოს, ჩვენი განათლება რომ იყოს აღიარებული, ამისთვის მნიშვნელოვანია რაღაც ღირებულებები გქონდეს გადანაწილებული და ამ შემთხვევაში ამ დროს და ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია რომ ეს ღირებულება, ევროპული ღირებულება, რომ ჩვენ გვინდა ევროპული განათლება დავიცვათ და შემდგომ უშუალოდ აუდიტორიებიდან გამოსვლა მოხდეს და გარეთ გამოიხატოს ეს პროტესტი. ამიტომ არის რომ მე ჯერჯერობით აუდიტორიაში იმიტომ არ შევდივარ რომ ამ განათლების ხარისხი მინდა დავიცვა და ის ევროპული ღირებულებები. ამ თქვენს მიღებულ ცოდნას რომ კონდეს ფასი და შეძლოთ რეალიზება ხო შემდგომში მომავალში და არა ვთქვათ რაღაც ჩაკეტილ რუსულ სივრცეში ალბათ ფასიც ეკარგება ამ მიღებულ განათლებას. ისტორიაში ძალიან ბევრჯერ სტუდენტებს ქონიათ კრიზისული პერიოდი და ამ კრიზისიდან მათი ძალით და мотиваციით გამოვიდნენ, ამიტომ მგონია რომ დღესაც სტუდენტური ძალა და პროტესტი ძალიან ბევრ რამეს შეძლებს, მით უფრო რომ რეალურად ჩვენ დავიწყეთ და აყვა მთელი საქართველო. სულ გვესმის რომ უნივერსიტეტში სუსია. ალბათ ასეთი ფრაზები თქვენს გაგიგიათ, ხო? რომელიც მუშაობს, ვთქვათ, რაღაც შიშის დანერგვაზე, კრიტიკული მუხტის განეიტრალებაზე სტუდენტებს შორის რაღაც დაპირისპირების ან თუნდაც კონფლიქტური კერის გაჩენაზე. თქვენი დაკვირვებით, ხო? რამდენად მოახერხა ამ ბოლო პროცესებში თქვენი აზრით სუსმა გავლენა მოახდინა? თუ როგორი იმუშავა, თუ შეგიძლიათ ამაზე თქვენი აზრი გაგვიზიაროთ? როგორ მუშაობენ ისინი? არ არის გამორიცხული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეალურად არის უნივერსიტეტი, რომელიც ესე ღიად უჭერდა მხარდაჭერას რექტორი ქართულ ოცნებას საარჩევნო კამპანიების პერიოდში. ამიტომ არ არის გამორიცხული რომ სუსთან თანამშრომლებდნენ და სამწუხაროა რომ გარდა ლექტორების ესე რომ თქვა რეკომენდაციებისა რომ დაბრუნებული იყვნენ ეს სტუდენტები აუდიტორიებში, შესაძლოა ყოფილიყო შანტაჟი, შეშინების მცდელობები სტუდენტების მიმართ, რომელიც ძალიან ცუდად აისახებოდა მერე პროტესტს. თქვენც იყავთ სტუდენტი, მართალია ახლა დამთავრებული გაქვთ, მაგრამ ეს პერიოდი რაღაცა გავლილი გექნებათ, ხო? აი რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ, რა შეგიძლიათ გითხრათ? ხშირად შეგვინიშნავს სტუდენტურ შეკრებებზე შავებში გამოწყობილი ახალგაზრდები, მაგრამ სამწუხაროდ კიდე ის არის სამწუხარო რეალობა, რომ ხშირად ეს ადამიანები აღმოჩენილენ სტუდენტებიც კი სტუდენტებში შემოსული, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეალურად უნდა იყოს მსგავს შეკრებებზე, თუმცა აქ არის საქმე იმაში, თუ როგორ იყენებენ ამ ინფორმაციებს და სტუდენტებს აქვს გარკვეული რეაქციები ადამიანებს, რომლებიც შემოდიან ჩვენთან მსგავს ფორმაში, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენც, ვისაც გვაქვს გარკვეული რას აკეთებენ, როგორ მუშაობენ ისინი? ძირითადად ფოტოების გადაღებით შემოიფარგლებიან და ანუ არ ცდილობენ, რომ შესამჩნევები იყვნენ, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს დიდი გამოცდილება და ვამჩნევთ ასეთ ახალგაზრდებს და ვცდილობთ, რომ სტუდენტები
სტუდენტებში არ დაითესოს შიში, ვანუ გეშებთ და გვერდით გავართ, ანუ რეალურად არც აქვს პანიკას და შიშს არანაირი აზრი, იმიტომ რომ ისინი ყველგან არიან და არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით ქუჩაში, მეზობელთან თუ უნივერსიტეტში, ყველგან შეიძლება რომ გადაგვიღონ ფოტო და აგვაფიქსირონ. ეს ფოტოების გადაღება ალბათ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა. პირველ კურსელები, აი ბოლოს რო ვიყავით უნივერსიტეტში შეკრებაზე, იყვნენ მოსულები და მოდიოდნენ პირველ კურსელები, მეორე კურსელები შეშინებულები, რომ აი ფოტოებს გვიღებენ, ვინები არიან რაღაცა, მაგრამ აი ვცდილობდით რომ დაგვემშვიდებინა ეს ახალგაზრდები და არ აგვეტეხა პანიკა, რასაც შემდგომ მოვლენების ცუდად განვითარება მოყვებოდა. ამიტომაც აქვე მიმართა ყველას, რომ არ არის ეს საშიში, უბრალოდ ჩვენ სამართლიანობის გზით დავდივართ და არც დასამალი არაფერი არ გვაქვს და ესეც არ არის პრობლემა, ფოტოებს გადაგვიღებენ. ლარა, ერთ-ერთ აქციაზე მე მახსოვს, რომ თქვენ თქვით, რომ თქვენი მშობლები გააფრთხილეს, ასე რომ ვთქვათ, რომ თუ კი ლარა კიდევ გააგრძელებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, მას დააკავებდნენ. მაინტერესებს, აი ამან თუ იმოქმედა თუნდაც რაიმე ფორმით თქვენზე. ფაქტია რომ ისინი თქვენს გაჩერებას ცდილობენ, ხო, ამით. რითი შეგიძლიათ დაამშვიდოთ მშობლები, მაგალითად, რომლებიც ალბათ ყოველთვის რაღაცნაირად ალბათ შიში იპყრობთ, ხო? თავიანთი შვილების მიმართ, რომ შეიძლება ისინი გახდნენ ძალადობის მსხვერპლი აქციებზე და ასე შემდეგ. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ? არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ გარდა ქვეყნის დაცვისა. ყველაზე მართალი ადამიანები შეიძლება ვიდგეთ ახლა ქუჩაში. ამიტომ მშობლებს მიმართავ, რომ ნუ გეშინიათ, პირიქით დაუდექით თქვენ შვილებს, მით უმეტეს ჯენს თაობას, რომლებიც ჩემი ასაკის არიან და აქვთ სხვადასხვა ღირებულებები, უფრო სწორი ღირებულებები, ვიდრე აქვთ ცოტა ასაკ შეპარებულ ადამიანებს. ნუ შეაშინებთ და ნუ დათრგუნავთ მათ, ნუ ჩაახრჩობთ ამ პროტესტს მათში. დაუდექით გვერდით, გამოდით მათთან ერთად და დადექით ჩვენთან ერთად. არაფერი საშიში არ არის, არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ, ვიცავთ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და იმ ღირებულებას, რომ რეალურად გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის კიდევ ერთხელ ასე რომ ვთქვათ, თქვენი ევროპული მომავლის დაცვა, ხო, პრინციპში, რომელიც თქვენს ხელშია. ლინდა, თქვენი გამოცდილება როგორია? დარწმუნებული ვარ, ალბათ თქვენც გექნებოდათ მსგავსი რაღაც გამოცდილება, ხო? როგორ ესაუბრებით თუნდაც ასეთ დროს მშობლებს, რომ ცხადია ისინი ზრუნავენ შვილების უსაფრთხოებაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რეჟიმი არის რეპრესიული, ხო? რა შეგიძლიათ თქვათ? კი ბატონო, ერთი აქციის დღე იყო, ღამით ვიყავით გარეთ გამოსულები და საკმაოდ ცოტა ადამიანი იყო გამოსული საპროტესტო რეჟიმში და ამ დროს პოლიციელების მხრიდან გავიგე, რომ აი 20 კაცისთვის აქ გავართ და რაღაცა მსგავსი ფრაზები და მაშინ დავფიქრდი ჩვენზე და ჩემზეც, რომ როცა აქტივიზმი დავიწყე, ორი თვეა სახლში არავსულ ვარ, სოფელში მყავს ოჯახი და მათაც ძალიან გაუჭირდათ ამ ყველაფერთან შეგუება, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საზოგადოების ზეწოლაც საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ აი სტუდენტი, ქალი, როცა ერთვება აქტივიზმში, მაინც სხვანაირი დამოკიდებულებები აქვს, ერთადერთ გზად და გამოსავლად ვიპოვე კომუნიკაცია მშობლებთან, რადგან ეს არის მე მგონი ყველაზე სწორი დამოკიდებულება, ყოველთვის ვცდილობ რომ ავუხსნა, რომ ეს არ არის მართლაც საშიში და ამდენად რაღაც რადიკალური მდგომარეობა, რომ შეიძლება ესე ცუდი დამოკიდებულებები შეიქმნან და მშობლების სოლიდარობა რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს? ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების სოლიდარობა, იმიტომ რომ რეალურად ოჯახი არის ერთადერთი გარემო, სადაც თავს უზრუნველად გრძნობ და უსაფრთხოდ და უსაფრთხოდ და აი გადამწყვეტი მნიშვნელობის არის მართლაც და ჩემს მშობლებსაც ვესაუბრები ხშირად და სხვა მშობლებსაც ვთხოვ რომ სტუდენტებს ახალგაზრდებს მაქსიმალურად დაუდექით გვერდით და მე ვერ წარმომიდგენია ისეთი ოჯახიანი ისეთი მშობელი რომელიც შვილს სოლიდარობას არ უცხადებდეს უბრალოდ არის გარკვეული მიზეზები რომლებიც მათცეც მოქმედებს და ჩვენზეც თუმცა კომუნიკაციით ერთიანობით და თანადგომით ყველაფერი დაძლევადია და აუცილებლად ეს ერთიანობა ბოლოს მიგვიყვანს გამარჯვებამდე ლარა, მე მგონი გოგონების მიმართ და ბიჭების მიმართ განსხვავებული ინსტრუმენტებს იყენებენ, ხო? დაშინების ან იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს საპროტესტო მუხტი გაანეიტრალონას, გააქრონას, რომ ვთქვათ. რა ინსტრუმენტებს იყენებენ? რამე განსხვავებული ინსტრუმენტებია, თუ შეგიძლია რამე კონკრეტული მაგალითი გაიხსენო, ვთქვათ. დღესაც არის ის გავლენები ამ გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის, რომელიც გამოიხატება თუნდაც იმით, რომ ქალები ძირითადად ვართ დამოკიდებული ოჯახზე და ეს ოჯახის
ინსტიტუტი უფრო კონკრეტულად მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობებში. ამიტომ მგონია, რომ სუსი გოგონებთან და ქალებთან მუშაობს იმ კუთხით, რომ რეალურად დიდი ყურადღება გაამახვილოს მამებზე და ძმებზე და ანუ გოგოს რა უნდა ქუჩაში ამ სტერეოტიპებით ესაუბრებიან მშობლებს? ამით ქუჩაში ან გოგომ არ უნდა ისაუბროს, გოგომ არ უნდა გამოხატოს მისი აზრი და პროტესტი და მე ამ ადამიანებს ვეტყვი, რომ რეალურად გოგო ვარ, მაგრამ ისეთი მეამბოხე ვარ, რომ რეალურად შესაძლებელია ჩემი სიტყვა, რომელიც მე მეკუთვნის, თქვა ბოლომდე, დავიცვე ჩემი პოზიცია და შესაძლოა რომ ვიყო ადამიანი, ვიყო ქალი, რომელმაც გადაარჩინა ეს ქვეყანა და დაიხსნა რუსული კლანჭებისგან. ბიჭების მიმართ აი როგორ ზემოქმედებენ? ბიჭებზე შესაძლოა იყოს ფიზიკური შეხებაც. აი თუნდაც დაჭერების შემთხვევები რო იყო პირველი ღამე როცა მქონდა პროტესტი ღიაცის ქვეშ გარეთ ქუჩაში დაიკავეს ჩვენი მეგობარი ნოკო და ეს არ იყო პირობითი, რეალურად ეს იყო ჩვენება რომ შეუძლიათ ასე ვთქვათ, გენდერულად ბიჭს შეეხონ და ფიზიკურად რეალურად აიყვანეს და წაიყვანეს. თუმცა გოგონებიც ქალებიც არ დაუნდიათ, ხო? მწუხაროდ თბილისში. დინა, თქვენ რას ფიქრობთ, რა შეგვიძლია დაამატოთ თქვათ ამ? კი, ერთ სასაცილო მაგალითს მოვიყვან. უნივერსიტეტშიც და ქუჩაშიც შევნიშნე, რომ გოგოებთან უშვებენ ბიჭებს კარგი გარეგნობის, რომ რაღაცა ურთიერთობა დაიჭირონ და გადაიყვანონ პოზიციაზე, ან შემდგომ რაღაცა ჭორები გაურცელონ. გარეთ რომ ვართ საკონსტიტუციოსთან, ხშირად გამიგია პოლიციელებისგანაც, რომ აი გოგოები აქ გამოდიან, ჩვენ ან გვეპრანჭებიან და რაღაცა და ან ძალიან ცუდად მოქმედებს. ანუ რაღაცა გენდერული სტერეოტიპებით აკეთებენ ზემოქმედებას, ხო? ზემოქმედება მოახდინონ და ეს ინფორმაციები სწრაფად ვრცელდება განსაკუთრებით რეგიონში და პატარა ქალაქში მიდის ნათესავებამდე, ოჯახის წევრებამდე და რა თქმა უნდა, ამას რეაგირებაც შესაბამისი მოჰყვება. ამიტომაც ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკონტროლოთ და მაქსიმალურად დისტანცია დავიჭიროთ ამ პირებისგან, რომლებიც მსგავს რაღაცებს ცდილობენ და რაც შეეხება სიფრთხილის ზომები მიიღოთ. კი ბატონო, რაც შეეხება ბიჭებს, მეც ვეთანხმები ლარას, რომ ფიზიკური ანგარიშწორება აქვთ და ეხლა ქალებზეც ძალადობენ თბილისში, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არც ქალს ინდობენ და არც კაცს, ამიტომაც ყველა ერთი საფრთხის წინაშე ვართ და გასაგებია. პრინციპში ყველა ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს რომ მიაჩვიოს სტუდენტები კონფორმიზმს, შემგუებლობას და ვთქვათ იმას, რომ ნაკლებად ჰქონდეთ კრიტიკული აზრი, ხო? ამ შემთხვევაში ვიცი, რომ ქართული ოცნება აქტიურად ცდილობდა ამ მიმართულების სტუდენტებთან ემუშავა, თუნდაც იმ ფორმით, რომ რაღაცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო გრანტები და ფინანსებები და აი თუნდაც ამ ფორმით ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ეს მუხტი შეესუსტებინა სტუდენტებში და ემუშავა მათ გასაჩუმებლად. თუ იმუშავა ამ მეთოდმა, ეს მაინტერესებს უნივერსიტეტში და თუნდაც ის სტუდენტები, რომლებიც ჩუმად არიან, განზე დგომას ამჯობინებენ, თქვათ, ვიდრე თქვათ სხვა სტუდენტების გვერდით დგომას, ხო, ან საკუთარი ინტერესების დაცვას. რამდენად მოახდინა აი ამათ ქართული ოცნების მუშაობამ გავლენა, თქვათ, მათზე, ვინც ამჯობინებს ჩუმად ყოფნას. პროპაგანდა იმდენად კარგად მუშაობდა დასაწყისში, რომ სტუდენტებს ყოველთვის ეგონათ, რომ ვიღაცა უთვალთვალებდა, ვიღაცა usmენდა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩუმდებოდნენ და ეხლა განათლების ხარისხს რო შევხედოთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არ გვასწავლიან როგორ უნდა ვიყოთ კრიტიკულად მოაზროვნეები და როგორ უნდა შევაფასოთ ანალიტიკურად სიტუაცია. ამიტომ აი აქ ჩააჭირა ზუსტად ქართულმა ოცნებამ ახალგაზრდებს, რომ რადგან არ აქვს შესაძლებლობა თუნდაც პირველ კურსელებს, უფრო პირველ კურსელებს, რომ გააკეთონ სიტუაციის ანალიზი და შეხედონ სიტუაციას უფრო კრიტიკულად, მუშაობენ გრანტებით. მუშაობენ სხვადასხვა პროექტების დაფინანსებებით და აიტყუებენ ამ ადამიანებს და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, ახალგაზრდული თვითმმართველობა ზუსტად ამ პოლიტიკას აწვება, რომ ბავშვები, სტუდენტები მიიზიდონ სხვადასხვა პროექტებით, სხვადასხვა შემეცნებითი ტურებით და ასე შემდეგ. რომელიც რეალურად უნდა იყოს სტუდენტების განვითარებაზე მიმართული და არა იმიტომ, რომ მათი კრიტიკული აზრი ჩაახშონ, ხო? ამიტომ არის, რომ
საარჩევნო კამპანიებში ძირითადად ახალგაზრდული ქართული ოცნების ახალგაზრდულები იყვნენ ჩართული ძალიან მკაფიოდ გამოიხატებოდა ეს ჩართულობა. კი, მეც დავამატებ. უნივერსიტეტში რომ შევედით, რატომღაც შევნიშნეთ, რომ უფრო მეტად სოლიდარობა და მხარდაჭერა გქონდა პირველ კურსელებისგან, რადგან ისინი არიან ახლები და არ არიან ბრჭყალებში დამუშავებულები ჯერ. დავეთანხმები ლარას იმ ფაქტში, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელიც სრულად არის დამოკიდებული მმართველ პარტიაზე და პირდაპირ ატარებს ქართული ოცნების ინტერესებს. პოლიტიზირებულია მთლიანად. პოლიტიზირებულია მთლიანად, მაშინ როცა თვითმმართველობა სრულად სტუდენტების სამსახურში უნდა იყოს. პირველი კურსიდან იწყებენ ბავშვების მოზიდვას, სხვადასხვა პროექტებით და ფინანსებებით და შემდეგ აი პროექტში რომ ჩაერთვებიან უკვე ანუ მათი ინტერესების გამტარებლები ხდებიან, პარტიული ინტერესების, მოდი ასე ვთქვათ, ხო? პარტიული ინტერესს ატარებენ და არა სტუდენტების უფლებების კუთხით მუშაობენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა ქართული ოცნების მაისურებით ქართული ოცნების კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ეს სამწუხარო რეალობა იყო. მაშინ როცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ იგივე შესაძლებლობები, რაც მმართველ პარტიას და თუ მაგალითად საუბარი არის იმაზე, რომ პარტიული ინტერესები არ უნდა ტარდებოდეს უნივერსიტეტში, მმართველი პარტიის ინტერესებისგანაც თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო უნივერსიტეტები საქართველოში არის ცენტრალიზებული და მთლიანად დამოკიდებული არის მმართველ პარტიაზე, ამიტომაც არ ვიცი ეს მდგომარეობა როგორ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც ვდგავართ გარეთ. ის რომ მაგალითად თუნდაც წინასაარჩევნოდ ხდება, ხო, საბიუჯეტო თანხების გამოყოფა, სხვა სტუდენტური რაღაც აქტივობების დაფინანსება, რამდენად აქვს სტუდენტებს გააზრებული ის, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი და არა პარტიული ბიუჯეტი და ის რომ ბიუჯეტი გვეკუთვნის ჩვენ ყველას ხალხს და იქედან ყველა ანუ სიკეთეები უნდა იყოს საყოველთაო და არა რაღაც ერთ კონკრეტულ ჯგუფზე მორგებული და ორიენტირებული, ხო? ეს თუ აქვს გააზრებული სტუდენტებს. სტუდენტების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ამ პროექტებში არ არის, ან ვერ არის ჩართული, რა თქმა უნდა, იაზრებს ამას, რომ ეს დაფინანსება არ უნდა იყოს კონკრეტულ ჯგუფზე მორგებული, თუმცა ის კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ამ დაფინანსებას იღებს, ამის გააზრების საშუალებას მათ არ აძლევენ, იმიტომ რომ არ წარმოაჩენენ ასე რომ ეს თქვათ პარტიული თანხა არის, პარტიული დაფინანსება არის და მხოლოდ მათზე არის მორგებული. სამწუხაროდ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ, ან ვერ აძლევენ ესეც საკითხავია. ლარა, თქვენც ასეთი განცდა გაქვთ, რომ სტუდენტები ვერ იაზრებენ თუ არ უნდათ რომ გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან? ძირითადად კომფორტის ზონის შენარჩუნება ასეთ სიტუაციაში უფრო რთულია, იმიტომ რომ ყველგან რო გაიხედები და ტელევიზიას რო ჩართავ და შეხედავ, ყველგან პროტესტია, ამიტომ შესაძლოა იაზრებდნენ, რომ ბიუჯეტი, რომელიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში არის ჩვენი და ხმარდება ისევ ჩვენს კეთილდღეობას, თუმცა ეგეც საკითხავია, ხმარდება თუ არა ჩვენს კეთილდღეობას, ის გრანტები და ის დაფინანსებული პროექტები, რომელიც არის მიზნობრივი ჯგუფისთვის, მაგალითად სტუდენტებისთვის, კონკრეტული ნეპოტიზმით ხდება ამ ბიუჯეტის გადანაწილება, მოკლედ. არა სამართლიანობით, არამედ ხო, რაღაც პარტიული ერთგულების ნიშნით ალბათ. კი ბატონო, ძირითადად მაინც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარები არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ამიტომ ის ბენეფიციარები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ სტუდენტები, არიან ამ გრანტების მოსარგებლეები და რეალურად ის სტუდენტები რჩებიან ამათ უკან, მოკლედ. გასაგებია. პრინციპში ერთ თვეზე მეტია, ხო, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში. ვხედავთ რა ხდება, ხო, როგორც ბათუმის ქუჩებში, ასევე თბილისის ქუჩებში, სხვა ქალაქებში. თქვენ რა გასწავლათ თუნდაც აი ამ პროტესტში მონაწილეობამ, აი ამ აქტიურმა ცხოვრებამ, რომელშიც ჩართული ხართ თითქმის ერთი თვეზე მეტია. რა არის ეს თქვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის და როგორც სტუდენტებისთვის? ამ პროტესტმა დამანახა თუ რამდენად მიყვარს საქართველო. რამდენად მიყვარს ჩემი კუთხე, რეგიონი და რამდენი რამის გაკეთება თურმე შემიძლია ჩვენი ქვეყნისთვის. ის რომ არ ვიღლები, ეს ან მართლა საოცრება 28 დღე არის დღეს, ხო? 28 დღის განმავლობაში ესე ქუჩაში იდგე და მყარად იცავდე რაღაც ღირებულებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შენთვის.
ეს არის წარმოუდგენელი და აი ეს ადამიანები, რომლებიც ეკრანებთან ზიან და ამ ყველაფერს უყურებენ, ის ფიალა, რომელიც უკვე აგვევსო, ამ ადამიანებსაც უნდა აევსოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ავსებული აქვთ უბრალოდ რაღაცა წინაპირობა არსებობს, რომ არ გამოდიან გარეთ. ამიტომ მე პირადად ამ პროტესტმა და ღიად გამოხატვა მასწავლა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ, არიან სწორი ღირებულებების მატარებლები და სურთ კეთილდღეობა მართლა გულწრფელად იმ ადამიანების, რომლებიც იჩაგრებიან, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, უმცირესობები და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ადამიანები მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა და ჩვენი თავებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ იმ ბოროტი არსებისგან და იმ ბოროტი სისტემისგან, რომელსაც ეხლა სამწუხაროდ არალეგიტიმური მთავრობა ეწევა. იმ პოლიტიკას, რომელიც არის მართლა დაუშვებელი საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია 20% ქვეყნისა, ჩვენ არ დავთმობთ ქვეყანას და არ ჩავაბარებთ რუსეთს, არ ვიქნებით რუსები და არ ვიქნებით იმ ქვეყნის ნაწილი, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში დღემდე დაგვტანჯეს და არ ვიცი, მოკლედ სულ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტერია პრინციპში რუსეთი, ხო? ეს გვაჩვენა ისტორიამ და ეს გვაჩვენებს უნდა დღევანდელობა. ლინდა რა გასწავლა ამ ბოლო დღეების პროტესტმა, რა იყო ეს თქვენთვის, რა არის მეთის? პირველ რიგში ალბათ მეც და ყველას გვასწავლა წინააღმდეგობების მარტივად დაძლევის საშუალება, შესაძლებლობა მოგცა და ასევე სხვადასხვა გარემოში ადვილად ადაპტირებულები გავხდით, იმიტომ რომ ადრე საერთოდ ვერ წარმომედგინა მე რომ აი ვიღაცა თუ რაღაც არგუმენტით ვიპირისპირდება და ჩაგრავს, რაც ჩვენთან საკმაოდ არის გავრცელებული, მასზე შეპასუხება ან საკუთარი პოზიციის დაცვა. და კიდევ მასწავლა ერთიანობა, თუ რა ძალა აქვს ერთიანობას, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობა და ეს პოზიცია აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ასე გაძლიერებულები და თავდაჯერებულები მივალთ იქამდე, რომ დავიბრუნებთ ჩვენი ქვეყნის დაკარგულ ევროპულ რეალსებს. გუშინ ჰქონდათ ასევე გაფიცულ სტუდენტებს აქცია და ამ აქციაზე მარიამ კალანდაძე იყო ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც ასეთი რამ თქვა, რომ ჩვენ იმისთვის არ გავფიცულ ვართ, რომ არ დადაგები მოგვეწყო საკუთარი თავისთვის. ჩვენ გავიფიცეთ დიადი მიზნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, მუხლს და თავს არავის მოუხრით, მანამ სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება. როგორ აპირებთ სტუდენტ? ეთანხმებით თუ არა თუნდაც მარიამს და როგორ აპირებთ აი ამ ბრძოლის გაგრძელებას? როგორ წარმოგიდგენიათ? ნამდვილად, კარგად ვთქვამს, ეს ყველა გამოხატა ჩემი პიროვნება და ჩემი სათქმელიც თქვა ამ სიტყვებში. პროტესტი უწყვეტია, წინააღმდეგობაც უწყვეტია, ამიტომ ეხლა დანებებას აზრი აღარ აქვს, ბოლომდე არის საქმე მისაყვანი, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ამ ავტორიტარულ რეჟიმს საბოლოოდ უნდა დაუსვათ წერტილი. ლინდა ბოლოს თქვენც რომ გვითხრათ როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების გზას? ანუ მიზანი არის ახალი არჩევნები? რა თქმა უნდა, მიზანი არის ახალი არჩევნები, მიზანი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიზანი არის საქართველოს ევროპული მომავლის დაბრუნება. კიდევ მინდა დავამატო, რომ ამ პროცესებმა ძალიან ბევრი ახალგაზრდა წარმოაჩინა, აი თუნდაც მარიამ კალანდაძე, რომელმაც მთელი მისი სიმამაცით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუპორით და ანუ ეს არის ამ პროცესისთვის დადებითი მახასიათებელი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი გვერდდება, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოდის, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ეს დიახ არის იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ გავერთიანდებით და ერთიანი ძალებით დავამარცხებთ რეჟიმს. იმედი მაქვს ამ მოძრაობას მართლა ექნება თავისი შედეგი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.